მთელი საქართველო გაყიდულია, ხალხო. გონიერება გამოიჩინეთ, შედით საჯარო რეესტში, კაცო, ყველამ კომპიუტერი იცის, ყველამ ტექნოლოგია ესმის რაღაც რა. გადაამოწეთ მთელი მიწები, არაფერი აღარაა ქართველი ჩვენ ხელში. რას უყურებთ, აბა მითხარი. ხაზარაძე რო გამოვა, გეუბნება იმას, რა ქვია. 1000 ლარზე ავწევ ხელფასო, რით აწევს 1000 ლარზე ხელფასს? რამეს პირდება საწარმოებს გახსნის აქ? საწარმოებს გახსნის, გაყიდულ ისა ჰესებს და ანუ სიმდიდრე და ქონება, რომელიც გაასხვისეს სააკაშვილის დროს, ნაცების დროს დღემდე სხვისდება. ამას დაგიბრუნებს თუ რით აგიწევს? 1000 ლარიან ხელფასს პენსიას რით გაუხდის ხალხს? ეს ხო სიცრუეა. ამას ეროვნული მმართველობის გარდა ვირავინ ვერ გააკეთებს. იმიტომ რომ ეროვნული მმართველობა არის ის სისტემა, რომელიც გასხვისებული მიწები დაბრუნდება ავტომატურად. არის საფუძვლები სამართლებრივი და იურიდიული საფუძვლები, რითაც შესაძლოა დაბრუნდეს ყველა გასხვისებული ქონება. მე ვკითხულობ, ანუ დაუთმოთ, მაშინ ვაჩუქოთ, კაცო. ვაჩუქოთ ამათ. დაამთავრდა ქართველის ადგილი აქ აღარ იქნება. აღარ იქნება ამ ქვეყანაში ქართველის ადგილი. ტექნიკურად დაპყრობა ქვია ამას, ალყაში ვართ, მთლიანად აყვალ, როგორ უნდა მიხდეთ. აქ გართობა მიმდინარეობს, აგერ ართობენ ხალხს. ნარკოტიკი არის ზღვა შემოგდებული საქართველოში, რომ გაბრუებული იყოს ხალხი, რომ ანუ ვერ გააცნობიეროს რა ხდება. აქეთ ანუ მოსაწევი პლანი, ხაშიში, აქეთ წამალი, აქეთ სათამაშო ბიზნესი, აქეთ უვალი საბანკო სისტემა, რომ ნერვიულობს ადამიანი და არ იცის, ანუ არ აინტერესებს მას არაფერი. აქეთ პრობლემა, აქეთ სახყარი დაკარგული ადამიანი, ქუჩაში გამოგდებული, რომ ბანკმა გამოვაგდო და უსახლ კარვა და იბრძვის, რომ სადმე დაბინამდეს. 350,000-მდე თუ რაღაცა მეტი კიდე გოც 400,000-მდე. უსახლ კარო ყავს და ბანკიდან გამოგდებული ხალხი ყავს. იმის არა გონზი არ არის, არაფრის პრობლემაში არის. თვიდან თვემდე თავი ვერ გააქვს. და რა იმას დაუფიქრდება, რომ იქ მიწა ისხვისდება, ეგარ ჩინელზე, ანუ პირობითად იმაზე, რა ქვია, პაკისტანელზე? ან არაბზე? სპეციალურად ხდება, ანუ ეს პოლიტიკაა ასეთი. პრობლემაში ამყოფო ერი მაქსიმალურ პრობლემაში, იმიტომ რომ არ იფიქროს ეროვნულ განვითარებაზე. ეროვნულ განვითარებაზე არ იფიქროს და მაქსიმალურად პრობლემაში გამყოფონ და აი ეგ პრობლემა, ნახეთ. ჩამოვთვალოთ. ნარკოტიკში შედის მოსაწევი და ისა, თელისა, ანუ ნახე, სახელმწიფო სისტემაში მომუშავე ადამიანებიც რო აი მეთ არის საკავებული, ამაშია საქმე. ეს არის სახელმწიფოებრივი მიდგომები? აბა ჩაატარონ ტესტები ნარკოტიკზე, მოსაწევზე, სახელმწიფო სამსახურში მომუშავე ადამიანებზე და ნახოთ რამდენი 80% ნარკოტიკი ამოვარდება თითქმის ყველას. რატო არ ატარებენ? ვერ ჩაატარებენ, იმიტომ რომ სპეციალურად აკეთებენ ამას გაბრუებული ხალხი უნდათ. ნახეთ, ჩამოთვალოთ, ნარკოტიკი, ჰაშიში, ანუ ესა ოპიუმი თუ რაც არის და სხვადასხვა ჯიშის ნარკოტიკი, რომელიც ახალგაზრდებს პობს, კლუბები, რომელშიც მიზან მიმართულად ხდება მიწოდება ნარკოტიკების, საბანკო სისტემა უვალი, სათამაშო ბიზნესი, ეს პობს ხალხს და ვეღარ ვფიქრობს ვერაფერზე. და მონათქცეული და მოსამსახურეთ ქცეული ერი. არაბებზე, პაკისტანელებზე, ინდუელებზე გათხოვილი ქართველები. აი ეს გვაქვს შედეგი. გამორფინისტებული ახალგაზრდობა და ქალები გათხოვილი ეგერ არის. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, ვინც მომხრე ხართ, რომ საქართველოში ჩამოყალიბდეს ეროვნული მმართველობა, ანუ ეროვნული დიქტატურა, შემოგვეხმიანეთ. სხვა არც იფიქროს ჩვენთან დაკავშირება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. აქ უნდა იყოს რჩეული სულით ქართველები. რომ გადავარჩინოთ ჩვენი სამშობლო, როგორც ხდებოდა ისტორიულად. როგორც ხდებოდა კიდევ ერთხელ ვიმეორებ ისტორიულად. ჩვენი ბრძოლა არის მხოლოდ ქართული.
მხოლოდ ქართულია ამ ქვეყანაში მოსაწესრიგებელი, ეროვნულია დასალაგებელი და მერია პოლიტიკური კურსის განსაზღვრა. რაც დაჭირდება ჩვენ ქვეყანას, იმ კურსს გავსაზღვრავთ პოლიტიკურად, რომ არ დაზიანდეს ჩვენი სამშობლო. აი ამაშია საქმე. გამოფხიზდით ქართველებო და მე რასაც გეუბნებით, რაც გითხარით, გადაამოწმეთ. ხო არ გეუბნებით არა, რომ მე ვლაპარაკობ ზეპირად ამას. გადაამოწმეთ. შედით და ან ბევრი მონაცემი არის დაბლარული. არის. ანუ მალავენ ინფორმაციებს, ბევრი ინფორმაციებს მალავენ, მაგრამ როგორც Facebook-ს ეხა ნახვებს მალავენ, ჩემსაც ერთ ვიდეოს ჰქონდა 1.5 მილიონი მაყურებელი ჰქონდა ერთ ვიდეოს და აჩვენებდნენ 100,000 ნახვას. აი ესეთი რაღაცები ხდება და ამასაც იცით ინფორმაციულად მოიძებთ ყველაფერს და ყველაფერს შეხედავთ და გადაამოწმოთ. ქართული ძალაუფლება უნდა აღვადგინოთ. სხვა შემთხვევაში პრეტენზიაც არ გქონდეს მომავალში თუ ქართველი დაკარგავს აქ ყველაფერს. აბორიგენ ერში გადავა და რა თქმა უნდა არაფერი აღარ ეხება მერე ქართველს და ღირსიც იქნება. კიდე ერთხელ ვიმეორებ, ღირსიც იქნება ყველაფრის. სლაბი, უძლური და არაფრის მაქნისი უნდა მოისპოს და განადგუროს და მოხსპობენ კიდეც. მიმდინარეობს ეს პროცესი. ყველგან ტერი ყავს, ირგვლივ, ჩვენ ხაშის ვეწევით, ნარკოტიკებში ვართ გაბრუებული, ჯარი არ გვინდა გვეუბნებიან, ბანკის ვალებში ვიხრჩობთ და ვართ არხეინად. და გალოთებული კიდე ახალგაზრდობა და ასე შემდეგ. და კიდე ერთხელ ვიმეორებ არაბებზე და ზანგებზე და ესე იგი ინდოელებზე გათხოვილი ქალები. იმათ უჩენენ შვილებს უმრავლებენ და ქართველიერი ნადგურდება. სამწუხაროდ. ეს გვაქვს შედეგი. და წამოწოლილი და გაბრუებული. პრობლემაში რა უშველის ამას? ვკითხულობ, რა უშველის? სულით ქართველების ერთად დგომა. ქართული საქმის გაკეთება. რა არის ეს ქართული საქმე? ქართველი ერის სრული ძალაუფლება, ამას ქვია ეროვნული დიქტატურა. სწორად გაიგეთ. სრული ძალაუფლება, რომ წესრიგი მოიყვანოს ქვეყანაში. ქართული წესრიგი. კულტურული მემკვიდრეობით, ზნეობრივი მემკვიდრეობით, წინაპრული მემკვიდრეობით, ქართული ეროვნული კულტურა გააძლიეროს, ხელოვნება გააძლიეროს, მწერლობა ასე შემდეგ ყველაფერი გააძლიეროს და სოფლის მეურნეობა გააძლიეროს და ასე შემდეგ. ეს არის ქართული ეროვნული დიქტატურა. სწორი გაგებით. და მაღალ დონეზე დააყენოს თავისი თავი. ამას ქვია ეროვნული დიქტატურა. წარმატებას უსურებ ქართველებს, ერთად დგომას გონზე მოსვლას უსურებ ქართველებს, გონზე მოსვლას და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სულით ქართველნი, ვინც ხართ, სულით ქართველებს ველაპარაკები. სულიერად გაიგეთ, სულით ქართველი ვინც ხართ, შემოგვეხმიანეთ, ერთად დავდგეთ ჯიგრიანი სულით ქართველები. დაავიხსნათ ჩვენი სამშობლო. გონივრულად, ბრძნულად შეხედეთ ამას, რასაც გელაპარაკებით. ბრძნულად შეხედეთ, ბრძნულად. აზრი უნდა ამას. ღუპავენ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, სხვადასხვა სოციალური ქსელის მეშვეობით და ტელევიზიების მეშვეობით აკურადღება არის გადატანილი სხვადასხვა პროცესზე და ავიცდება ეროვნული პრობლემა ქართველს. ეროვნულ პრობლემას ავიწყებენ. კიდევ ერთხელ სხვადასხვა მეთოდებით. წარმატებას უსურვებ ქართველებს და გონზე მოსვლას.